მოუყვება, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ვიზიტისას გამოიყენა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეხვედროდა სტრატეგიულ პარტნიორებს, ესაუბრა მათთან იმ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება საქართველოში. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი საუბრობს სწორედ შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში თუ ვის შეხვდა, ის ამბობს, რომ შეხვდა სწორედ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომელთანაც ისაუბრა სწორედ იმ პროცესებზე, იმ პროტესტზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ის თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება რუსულ ორბიტაზე გადაიყვანოს საქართველო და საუბარია სწორედ იმ ქვეყანაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, აქ არის შავი ზღვა, აქ არის სტრატეგიული პროექტები, რომლის გადაცემასაც ახლა ცდილობს ქართული ოცნება ჩინეთისთვის რუსული ინტერესების გაძლიერება. სწორედ აქედან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილი ამ ინტერვიუში აცხადებს, რომ მან სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახლა საქართველოს მათი მხარდაჭერა, დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. პრაქტიკულად ყველა კაბინეტის ახალ მინისტრებს შეხვდი, ძალიან ცოტა ძალიან ხალმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ ეს იყო იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო ვთქვათ გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს, მაგრამ მაინც იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის დღეს ის, რაც ხდება საქართველოში, რამდენად საგანგაშო იმ რეგიონში, რომელიც არის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, თუ არა მთავარი პრიორიტეტი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ იქვე არის შავი ზღვა, იქვე არის სტრატეგიული ახალი პროექტები და ამდენად და ის ქვეყანა, რომელიც 30 წლის მანძილზე იქნა ამერიკისთვის მისი დახმარების ერთ-ერთი ობიექტი, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც per capita, ანუ თითო ადამიანზე მიიღო ყველაზე დიდი დახმარება პრაქტიკულად ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა და ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს და საჭირო არის და ეს იყო ჩემი გზავნილი, საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს დღეს საქართველოში, ერთის მხრივ რეპრესიები, რომელიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმი არის და მიყვება რუსეთის მოდელს და არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე რაღაცა მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც ალბათ უნდა ძალიან სერიოზულად აინტერესებს და აღშფოთებდეს ამერიკას. ქვეყნის იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის ახალი ოცნება, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანა დატოვოს მარტო იზოლაციაში, პარტნიორების გარეშე, რუსეთის და ჩინეთის წინაშე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ეს კი არ არის ის ოცნება და სურვილი, რაც გააჩნია ქართველ ხალხს ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობიდან და სწორედაც ხალხის სურვილია, რომ საქართველოს შეუერთდეს ცივილიზებულ სამყაროს, ამისთვის იბრძვის ხალხი და თუ კი დიქტატურა არის ლიდერების არჩევანი, სწორედ ისინი უნდა აღმოჩნდნენ იზოლაციაში და ეს არ უნდა შეეხოს ქართველ ხალხს, საზოგადოებას, რომელიც სწორედ ამ პროტესტის ავანგარდში დგას უკვე უწყვეტი პროტესტის და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამაზე მუშაობენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ რაც შეიძლება მეტი წნეხი იყოს ქართული ოცნების რეჟიმზე. იზოლაცია არის ჩვენი ამ დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე, პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის რისთვისაც, რაც საქართველოს მოსახლეობას რეალურად ოცნება იყო ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდებლობის შემდგომ და ამდენად ჩემი როლი როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენ პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ
ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ხვალინდელ ჩვენ ეკონომიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენ ყველა პარტნიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ უფრო კიდევ დაეხმარონ საქართველოს. როგორია სალომე ზურაბიშვილის გეგმები, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ხმა ახლა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოდან, ის აცხადებს, რომ გეგმა არის ახალი არჩევნები, ამისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყოს მზად. ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების ჩატარების პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა, ის ქართულ ოცნებას ჩამოშლას უწინასწარმეტყველებს, ამბობს, რომ თუკი ოლიგარქი რეჟიმი უკან არ დაიხევს, მას ემუქრება მაინც ჩამოშლა, ამიტომ ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში უნდა ვიყოთ მზად, ამბობს სალომე ზურაბიშვილი ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის. ჩემი მიზანი აქ არ იყო რამესი გადალაგება და არ ვთვლი რომ საჭირო იყოს გადალაგება, ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის რაც იყო 30 წლიანი პოლიტიკა, სტრატეგიული პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობისგან, ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი ამ რეგიონის, ასე ვთქვათ და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის. და ბოლო კითხვა, რა კონკრეტული გეგმით ბრუნდებით საქართველოში თქვენი სამოვალო გეგმების შესახებ გითხრათ? გეგმებზე არასოდეს არ პასუხობ, იმიტომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცავს. გეგმა არის რომ არჩევნები შედგეს, ეს არის ყველასი მოთხოვნა. ჩვენ მუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე, თუ კი იმის მოხდება, როგორც ვამბობდი ახლა, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ სხვა გზა არ ექნება. თუ არა თვითონ ჩამოიშლება და ყოველ შემთხვევაში ორივე მხრივ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის, ეს არის პირველ რიგში პარტიების მოვალეობა, უფრო ვიდრე პრეზიდენტის, მე ვარ სახელმწიფოს გარანტი, ასე ვთქვათ და მომავალი სტაბილურობის ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ. მე ვარ სახელმწიფოს და მომავალი სტაბილურობის გარანტი, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის აჟღერებს იმ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა გზავნილებით ჩავიდა ის შეერთებულ შტატებში სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ რა საკითხებზე ესაუბრა. მთავარი გზავნილია, რომ დიქტატურა რეჟიმის ლიდერების არჩევანია, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი, ამიტომ ახლა საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მეგობრების თანადგომა, დახმარება, მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს წარმოადგენს კავკასიის ცენტრალურ ქვეყანას, რეგიონს, აქ არის შავი ზღვა, აქ არის სტრატეგიული პროექტები, რომელიც დაინტერესებულია შეერთებული შტატები, ამიტომ ახლა ეს მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს. ახლა საინტერესოა როგორ გაგრძელდება პროცესები, როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს მუშაობას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ის ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ყველა უნდა იყოს მზად ახალი არჩევნებისთვის. მადლობა ნინო, ეს ნინო ელიკაშვილი იყო. უწყვეტი